წალკის წყალსაცავზე კარანტინი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩვენს პარტნიორ Talk to Regions გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელხაზზე udastureben. კარანტინის გამოცხადებაზე თავდაპირველად განაცხადა წყალსატევის ლიცენზიანტმა კომპანიამ, რაც მოგვიანებით უკვე გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორმა დაადასტურა, მხოლოდ მას შემდეგ, სხვა შორის, რაც Talk to Regions წარმომადგენელი ცხელი ხაზის ოპერატორს როგორც მეთევზე ისე გაეცნო და კითხვებით მიმართა. ცხელხაზზე განმარტეს, რომ წყალსაცავზე კარანტინი თევზის დაავადებების გამო არის გამოცხადებული, თუმცა რა ვადით ამას ვერ ამბობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა და თევზაობა აკრძალულია მანამ, სანამ არ გამოსწორდება ეკოსისტემა. რაც შეეხება შესაძლო მიზეზებს, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს ყველაფერი, ცხელხაზზე ადგილობრივ მედიას განუმარტეს, რომ წყალუხობის გამო მახლობელი ნათესებიდან წყალსაცავში შესაძლოა ჩადენილიყო ისეთი ქიმიკატები, რომლებსაც უკვე შემდეგ პრობლემა შეიძლება გამოიწვია დაეხოცა თევზი. უნდა ითქვას, რომ კარანტინის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია ამ დრომდე არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ მიუწოდებია. შესაბამისად, მოქალაქეებისთვის ოფიციალურად არავის განუმარტავს, რომ კარანტინის პერიოდში წყალსაცავზე თევზაობა აკრძალული გახლავთ. ოფიციალური განცხადება არც სააგენტოს და არც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულა. შეგახსენებთ, რომ Talk to Region-მა წალკის წყალსაცავზე თევზის დახოცვის საკითხზე მუშაობა 11 ივნისიდან დაიწყო. ჩვენც აგროგარემო ტივიმაც არაერთხელ მოვიკითხეთ პასუხისმგებელ უწყებებსა თუ დარგის ექსპერტებთან, რას შეიძლებოდა გამოიწვია თევზის მასობრივი დახოცვა, რას აპირებდნენ, რა რეაგირების გეგმა ჰქონდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ცენტრალურ ხელისუფლებას. გვაინტერესებდა როგორია როგორც თევზის, ისე წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგები. მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და გარემოს ეროვნულ სააგენტოსაც, თუმცა არც ერთი უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ არის. კარანტინის შესახებ ინფორმაციას ფლობენ წალკის მუნიციპალიტეტში, სხვათა შორის, თუმცა არც იქიციან როდის მოიხსნება შეზღუდვა. ამ ეტაპზე წალკის წყალსაცავის ნაპირზე მკვდარი ლპობადი თევზი აღარ ყრია. ჩვენ ეს კადრები 2 კვირის წინ გაჩვენეთ. გახსოვთ ალბათ, რა ხდებოდა იქ ნაპირი სავსე იყო მკვდარი თევზით, რომელზეც წვდომა ჰქონდა შინაურ ცხოველებს, თავისთავად გარეულ ცხოველებს და ფრინველებსაც. ამ ეტაპზე ნაპირის მიმდებარედ რამდენიმე მეტრის რადიუსში თევზის ფხებსა და ნაწილებს ისევ შეხვდებით. ადგილობრივების თქმით, ტერიტორია არავის გაუწმენდია, მათი ინფორმაციით მკვდარი თევზი მიუსაფარმა ძაღლებმა და ფრინველებმა შეჭამეს. წალკელები ასევე ამბობენ, რომ წყალსაცავზე წყლის დონე მომატებულია და წვიმამ დახოცილი თევზის ნაწილი უკან ჩააბრუნა ისევ ტბაში. როდემდე გაგრძელდება კარანტინი წალკის წყალსაცავზე და რა წერია ლაბორატორიულ დასკვნაში, რომლის შესახებაც სახელმწიფო უწყებები ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებენ. ამაზე მუშაობას, როგორც Talk to Region-ი, ასევე აგროგარემო ტივი აგრძელებს, მონიტორინგზე ყავს ეს საკითხი აყვანილი და როგორც კი რამე ინფორმაციას მივიღებთ ამ საკითხზე პასუხისმგებელი უწყებებისგან, რა თქმა უნდა, მასშინვე გაცნობებთ.